მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი, ვარიანტი პირველი, ამოცანა ნომერი 3. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გავლილი მანძილი დროის 0-4 შუალედში. ხო, მოდით ამოცანის სამოსახსნელად პირველ რიგში ეს ჩვენი მოძრაობები გრაფიკზე, ტიპები მაგალითად 0-დან 2 წამამდე, 2 წამიდან 3-მდე და 3-დან 4-მდე დავყოთ სხვადასხვა მოძრაობებად, რადგანაც დამოკიდებულებები ამ დროის შუალედებში სიჩქარის X გეგმილისა დროსთან განსხვავებული არის. კერძოდ, რის ტოლი იქნება გავლილი მანძილი 0-დან 2 წამამდე. ეს იქნება აი ამ ფიგურის ფართობი. პირველ შემთხვევაში, აი ამ ფიგურის ფართობს თუ დავითვლით, ეს იყოს 0-2 წამ შუალედში გავლილი მანძილი აღვნიშნოთ S1-ით. ხოლო 2 წამიდან 3 წამამდე, აი ეს ფართობი იქნება გავლილი მანძილი ამ პერიოდში, ეს აღვნიშნოთ S2-ით. და 3 წამიდან 4 წამამდე გავლილი მანძილი რა იქნება? ეს იქნება აი ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი, რომელიც მოდით S3-ით აღვნიშნოთ. საბოლოოდ გავლილი მანძილისთვის 0-დან 4 წამამდე მივიღებთ, რომ ტოლი არის S1 პლუს S2 პლუს S3. ახლა S1 ფართობი იქნება ამ მართკუთხედის ფართობი, სიგრძე არის 2, აი ეს არის 2-ის ტოლი, აი ეს არის 2, ხო? 2. სიმაღლე არის 6, აი ეს არის 6. ამიტომ S1 იქნება 2x6, ანუ 12. S2, რაც შეეხება S2-ს, S2 იქნება ამ მართკუთხა სამკუთხედიდან ფუძე არის 1, სიმაღლე არის 6, ანუ 1/6 ფუძის სიმაღლის ნახევარი. ანუ ეს იქნება 1-ის გამრავლებული 6-ის ნახევარი. რაც შეეხება S3-ს, ეს სამკუთხედები სიმეტრიულია. იგივე ფართობი გამოგვივა, ნახოთ, 3-დან 4-მდე აი ეს მანძილი, აი ეს მანძილი არის 1-ის ტოლი, სიმაღლე არის 6 აქაც, ანუ ეს გამოგვივა 1/6-ის ნახევარი. და საბოლოოდ მივიღებთ გავლილი მანძილის ტოლი არის 12-ს დამატებული 6/2, ანუ 3 და კიდე დამატებული 6/2, ანუ 3. ეს კი ტოლი არის 18 მეტრის. ანუ საბოლოოდ გავლილი მანძილი ტოლი ყოფილა 18 მეტრის. პასუხი G.